გოგო, შენ თავს ფიცავარ, ისევ ნერვიულობ თათია. აი, მოიცადე, მოყევი ეხა წესიერად, რა გითხრა რომ დაგირეკა? გოგო, მოკლედ მითხრა რომ გადავწყვიტე რომ საბოლოოდ დავშორდეო რა, იმიტომ რომ მეტი სატანა აღარ შემიძლეო. ტირო და შენ თავს ფიცავარ. აი, რა გიხვეწებით, ცეკო, კიდე მაგის გჯერა რომ ეგოდესმე იმას იმ ცხოველს დაშორდება? მე რამდენით იძახის მაგას? რავი, ეხლა მართლა გაგიჟებულია რომ აი ამას თუ მოყარეო არა. აუ რავი. მაგრამ ნუ კაი, მეც დავიჯერებ. ოღონდ იმ დეგენერატს დაშორდეს და მართლა მეწოდება ეს რა. ანუ უთავ ეგეთი იყო თამუნა? ესეთი გახსოვს? არასდროს გოგო, ვინ არის ეს? იმიტომ რომ დეგენერატი იმ პირუტყმა უკნა ყველაფერი. კაუ არ ვიცი რა, ნუ მოკლედ მოვა და თვითონ გვეტყვის ყველაფერს რა და როგორ არის. ოღონდ მართლა მაგას გამორიცხულია გოგო, აი გამორიცხულია რომ მე იმას შეურიგდე. ეს იყო გოგოებო ბოლო. თქვენ თავს ფიცავარ, ეს იყო ბოლო. მე ამას გიოს აღარ ვაპატიებ არასდროს. კაი, თამუნა ისე მოიცა რა. ეხლა მე რამდენით იძახი ამას უკვე? არა, თათია ეს ბოლოა მართლა, შენ თავს ფიცავ. აი მოყევი ეხლა რა მოხდა ეგეთი. გოგო რა მოხდა და თავის მაკაცები ყავდა რა სტუმრად ამოიყვანა და სუფრა რო გაუშალე მარილის დადება სუფრაზე დამავიწყდა და ამაზე ავყევით ერთმანეთს. მე ისტორია მოყევი თავიდან ბოლომდე რა მოხდა? ანუ ხო, აი თავიდან ხო, ანუ დაგავიწყდა. გიოს ბავშვობის მაკაცები სუფრა გავუშალე, ყველაფერი მიუტანე და მარილის მიტანა დამავიწყდა. ხო და ეს რო შეამჩნია გიომ, რო სუფრაზე მარილი არიდო, სუფრაზე მარილი რატო არდევსო და როგორც იცის ხოლმე რა, ის პატარა საფერფლე მესროლა. ვაიმე. ხო და ეს საფერფლე რომ ესროლა, მე თავი გავწიე და ავიცილე რა და ამაზე სულ გაგიჟდა რატო აიცილეო და ჩემს მაკაცებთან რატო შემარცხვინეო. აი, დეგენერატი არა. ხო და გამიყვანა ოთახში და მირტყა. აი, პირუტყვია, კაი. მართლა ცხოველი, ეგ ხო ადამიანი არ არის გოგო. თან როგორ თხოვდი, შენ თავს ვიცავარ სახეში ნუ მირყამ გვერდებში მირტყით ხო და არა, თავისი გაიტანა მაინც. მოიცა ერთი წუთი, გვერდებში მირტყი სახეში არა რას ნიშნავს, ანუ გვერდებში რატო? იმიტომ რომ მეტყობა სახეზე. შენ ვაიმე. და ანუ მარტო მაგიტო გაბრაზდი რომ გვერდებში არ დაგარტყა და სახეში დაგარტყა თამუნა? არ იყო გასაბრაზებელი? მაჩვენი რა ერთი წუთი. არ დამარტყა. არა, მაჩვენი. შეგური შეშინებული. შეხედი ამას. გოგო შეშინებული. ჩვენმა მაგ შენ თავს ვიცავარ არ გეწყინოს რა, ესე ხელი რომ მოაქვს ვიღაცას მგონია რომ დამარტყა. რა, კარგი რა, ხო გეუბნებოდით რომ ეგ არის მოძალადი ადამიანი და არ გჯეროდა ჩვენი და არ გვიჯერებდი. აი ხო ხედავ სადამდე მიიყვანი საქმე. ჯერა, ეგ არის მოძალადე და მე მაგას აღარ შეურიგდები. ეს იყო მართლა. აი ხო იძახი რომ არ შეურიგდები. აი მაინც არ მჯერა რომ შენ მაგას არ შეურიგდები. რაღაცას გიკეთებს ეგ ბიჭი მე. რას მიკეთებს? აღარ შეურიგდები თუ რა? არა, მორჩა, თუ ხო ამბობ რომ აღარ შეურიგდები. აღარ შეურიგდები. არც უნდა შეურიგდები, იმიტომ რომ არ უყვარხარ ეზიზღები და აი რავი რა, ამდე შეურაცხყოფას გაყენებს კიდე რა. აი რომ ეს სიყვარულზეა ლაპარაკი, გოგო. რანაირად შეიძლება რომ სამარილი აი თუ საფერფლე თუ რაც გამოგიქანა და აი არა ეგრეც არ არის ეხა ცია რა. აი რა და მე რომ მიმეტანა სამარილე და მარილი სუფრაზე ხო არ მოხდებოდა ეს ამბავი არა? ანუ ცოტა ჩემი ბრალიც არის ეხა რეალურად შეხედეთ რა. რეალურად ვუყურებ და ვუყურებ ჩემს თვალს. რატო ამართლებ? ეს არ არის ნორმალური საქმე. არ ვამართლებ, არა. თამუნა, ხო თქვი რომ შორდები. შორდები გითხარით, შორდები. უეჭველი ხო? მაგრამ თან ამართლებ ხო? აღარ ვამართლებ. აი, სხვა თემაზე გადავიდეთ. აუ, რა კაი სათვალეა ისე, ძალიან მომეწონა, შენ თავს ვიცავარ. გაგა ხა? ეგ გიო მაჩუკა სხვა შორის. ნახე რა კაია. მე როგორ მოხდა რომ რაღაც გაჩუქა? იმას დაგიფარავსო რა. აი ნახე. გიო მაჩუკა. ანუ ისევ გიო მაჩუკა ისევ მგონია რომ შეურიგდები. შეურიგდები, თამა გიოს ეთუთუნები. არ შევურიგდები მეთქი, თათია გამორიცხულია. აუ კარგი გოგო, აი რა სისულელეებს იტან საერთოდ რო არ უყვარხარ. აი კაი, ნუ ყველაფერი გასაგებია. არ უყვარხარ. როგორ შეიძლება ადამიანი რომელსაც უყვარდე, აი ამდენს გილაწუნებდეს, გირტყავს რაღაცებს გესწოროდეს. გოგო, ნუ იმაზე შევთანხმდეთ რომ აღარ შევურიგდები და არ ვაპატიებ, მაგრამ არ უყვარხარ და მაგიტო გცემს. ცოტა კალორიშური ხო არ არის გოგო? ბედა გოგო, შენ მართლა გათავხე. წარბიც რო აწი ამას უყურე. ანუ შენ ფიქრობ რომ უყვარხარ და მაგიტო გცემს?
აბა შენ რატო არავინ გცემს? გოგო რა ცემოს ვერ არის ეს იმიტომ რომ არავის არ უყვარხარ. და შენ უყვარხარ და მაგიტომ გაქვს თვალი ამ დღეში გოგო. ხო, ნუ ეხა ნუ დაიბოღმები თქვენ შეუყვარდებით ვინმეს ალბათ ოდეს. ღირსი გონია რომ ეს სიყვარულია. არა ღირსი აი ეს სიყვარულია, მაგრამ დავანებოთ გეხვეწერ განაცავი. აღარ მინდა გიოზე და სიყვარულზე ლაპარაკი ჩემთავს გაფიცებ. სადმე წავიდეთ ეხა დასასვენებლად, სადმე საზღვარგა. დაგვიბრუნდა თამარი რა და კარგად გავერთოთ. მართლა ხო? კი, თავისუფალი ვარ უკვე. მაშინ ეხლავე მოვძებნი, რამე კარგ ტურს ზღვაზე. მიდი რა. ზღვაზე. განიავდი ცოტა რა. მიდი მოძებნე მეც მოვძებნი აქ რაღაცები მეც მაქვს. ძალიან მიხარია. ვაიმე მირეკავს. რა? გათიშე ხლავე. გათიშე. არა, გოგო იქნებ რა უნდა. აუ თამუნა დედას. გოგო, ეხლა არ უპასუხო, თორემ მართლა ჩემს თავზე პასუხო. ეხა ხო, გიო. აი მე რა სულელია ეს გოგო. ხო, არა ვარ სახლში. ხო, გოგოებთან ვარ და თუ რამე საქმე გაქვს, აქ მოდი, გაიგე? სადიბარებ გოგო. ალო. მიდი რა მიალანძღე. შენ ბაჟბატონო მომისმინე ახლა. ანუ შორდება, აღარ უყვარხარ და გაეთრი ამისი ცხოვრებიდან. უბატრა რო ხო არ გონია. აქა მოთარეული არ დაგინახე, არ ვიცი რას გიზავ, გაიგე, შენ დეგენერატო ბიჭო, შენ მოძალადე, საქონელო. გაეთრიე. გოგო რა სურტყავ რა არ გალანძღო. ხო, მაგრამ ნუ ლანძღავ მაინც. ადამიანია, ცხოველი ხო არ არის, გული ეტკინება. ცხოველზე უარესია. ცხოველი საზის აღარ მინდა. აი გოგო აკაგდი ხარ? ხმარა ამუნა ხმარა მოიღო. აკაგარ გიო. იდიოტო შენ. ნახე რა გააკეთე. აი გრეც ვიცოდი რომ ამ ბარებთან მოხვიდოდი, აბა. სხვა წასასვლელი სადაც არა გაქვს. წესიერად გველაპარაკე. დავაი გოგო დროზე გამოვადგი ფეხი და გამოდი სახში. შენ დაქალებს რა გარელაპარაკები? დაკალებს კი არა, გამოდი მეთქი ხა გოგო დროზე. წესიერად მიმართე ბიჭო. მე შენ რა გითხარი რომ გაეთრიე და არ მოხვიდე აქ თქო. ხო. შენ ტანსკევოდ სუკანო ადამიანო დაეგდე მან და შენ არავინ გეკითხებ აქ მერას ვიზავ. დავაი გოგო ფეხი გამოვადგი დროზე. აუ გიო, მე შენ ძალიან მაწყენინე და აღარ შეგირიგდები. ხო, კარგად უთხრა. ძალიან. მე ვიღებ. გაეთრიე თქო. გაეთრია აქედან და აღარ შემაწუხო არასოდეს. ესე იგი აღარ შემიდიგდები და წავიდი, ანუ ეგრე გადაწყვიტე. გაეთრიეო, ვერ გაიგე, რო დია. კაი, შეო ბაზარი არა, მე წავალ, მაგრამ რავი, ხელი უნდა მეთხოვა შენთვის, მაგრამ კაი, ბაზარი არა. წავედი, ეგრე გინდა? შეო კი ბატონო. წავედი. არავის არ ბოლოს რა თქვი? არაფერი ხელი უნდა მეთხოვა შენთვის, რა ვიცი მე, მაგრამ წადიო და ბაზარი არა, შენ ხო ამ შენ დაკალებს უჭერებ. აი, წავალ. აუ ეხლა. ცალად უნდა მომიყვანო, გიო? უნდა დედას ფიქრი. ცალად მომყავა, ნოქშურთ თქვენ. აიგდია. აგიო. გოგო, მომისმინე ერთ წამით მოდი აქ, აბა. ანუ ცოლად მინდა რომ მოგიყვარო, მაგრამ ერთი რაღაცა დაიმახსოვრე, რა ჩემი ცოლი გახდები და 24 საათი იქნები სახლში, გოგო, გაიგე? სახლს დაალაგებ, დააწკრიალებ, ყველაფერს მოვალ საჭმელს დამახვედრებ და რაც ყველაზე მთავარია, აი ეს შენი დაქალები არ დავინახო იქ ამოსული და ვერ ჩენ ვერ გახვალ ვერსად. ხო გასაგებია? ოღონდ შენი ცოლი ვიქნები. ოღონდ ჩემი ცოლი იქნება, აი ამ შემთხვევაში თუ ამ რაღაცეებს შეასრულებ რა და 24 საათ სახლში ეგდები, გაიგე? ამათან არ გახვალ. თამუნა, ანუ ჩვენთან გიკრძალავს, ხვდები? სუნთქვის უფლება მაქვს. სუნთქვის კი ხანდახან გექნება. არ დათანხმდე, გოგო, რაზე ხარ? წამსვლელი თამუნა, რა გჭი? აიცა ნოქშურთ, ვაიმე ეს ჩემი ბედნიერების როგორ შურთ. ხედავ გიო. ხო და არ აუ და დავინა. ცოტა ხანით ვერ გავავხალ მე გარეთ, ანუ. ცოტა ხანი გახვალ, ერთი 5 წუთი რა, ლუდზე რო ჩახვიდე, ლუდი რო მომიდება და ლუდი რა, ოღონდ 5 წუთი, გოგო, მეტი არ ჭირდება, გაიგე? იმენა ზუსტად ვიცი რომ 5 წუთი უნდა. ჩახვალ და ამოხვალ, იფსიო და მაწყობს. გაწყობს, ხო, დავაი, მაშინ დამიჩოქე. რა გაწყობს, გოგო, რა გაწყობს? 24 შვიდზე გცემს ეს პირუთხი. გოგო, ნუქშურდა დაეგდე ხა მანდ და მაცადე ჩემ ბიჭთან აუ, ლაპარაკი. ციაკო თავი დაანებე რა უკვე. დაეგდე, გოგო, შენ მათად შენ არავინ არ გეკითხება, მე გაჩუმდი თორე ჩამოგიღე კბილები, გოგო, ეხა შენ ამას უყურეთი. ანუ ხო რა არის, აბა გიშურე. შურიანები, ანუ ხელი უნდა მთხოვო? ხო რავი, დამიჩოქე, ხა, კაი, მიდი. და ჩოქო არ და მე რატო უნდა დაგიჩოქო? მომისმინე, ხელი არ გინდა რო გთხოვო თუ რა არის, ვერ გავიგე, დამიჩოქე ეხლა. არა, ხელი მინდა რომ მთხოვო, მაგრამ ბიჭები უჩოქებენ ხოლმე ესე ბეჭედსაც ვიდეოებში, ხო ეგრეა. გოგო, ვიდეოებს უფეხებზე მკიდე, რა ვიდეოებში ეგრეა? დაგიჩოქო არა, ფეხქვეშ გაგეგები კიდე. თუ გინდა დამიჩოქე ეხლა, თუ არა და წავედი რა ვარ. არა, კი, მინდა, გიო. აუ, თამუნა, კარგი რა. განახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
გოგო თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე? კი, ხოდა ჰა, მე გაიკეთე და დავაი წავედი. ამუნა ცოლად არ გაყვეთ. თუ ოდნავ მაინც გიყვარს. გოგო ნოქსურს ჩემი გაეტრია კედან. ბიჭედი აი. გამოდი რა. ანუ მიყვები გოგო ცოლად ამ პირ უტყვის. ამ არა ადამიანს ამას? ой, მე ბურუტები ხართ. ჩვენ ვართ ბურუტები. კაი, ამბაყენე. დავაი, გაყენე და ისე ხა მინდო მაგ. დავაი ხა გამოვადგი ფეხი და დავაი სახში 24 საათი. წავიდა. ბიჭედია გოგო არ ძალიან. გაყვე, სახლში არ გაყვე, თამნად მოძალადეა ადამიანი. გირტყავს, ნახე გოგო რა დღეში გაქვს თვალი. გოგო, ერთი თვალი მაქვს, მე ორივე ხო არ მაქვს. აუ ერთი წუთით რა. თან როგორ მირტყამს იცი? ანუ ეთყობა რა ბუნების ძალით რო ვუყვარ ვარ. დარტყმის დროს თელ ძალას არ ატანს და არ მტკივა ამის დარტყმა. აუ დაჯექი რა, დაჯექი. იცი რა მაინტერესებს? აი ადამიანი ვაფშე არ მაინტერესებს შენ რა გაინტერესებს? მომისმინე. რა გინდა? აი ხო არ გიყვარს, რატომ მოყავს ცოლად? აი რა გინდა? აი ეგრე გოგო, მინდა რომ ცოლი ეგდოს სახში რა და როცა მინდა საჭმელი გააკეთოს, როცა მინდა პიროს დაუკრას და როცა უნდა მთვრას ნასკი გამხადოს. აი მაგიტო უნდა ეგდოს ცოლი სახში. ანუ შენ ხელი ანუ ჩამისწი. შენ ცოლი კი არა, მონა გინდა. აუ ნასკის გახდა ვაფშე არ არის მონობა. აბა რა. აბა რა არის თამნა? მონობა იმ შემთხვევაში იქნებოდა გიორო ყიზილბაში იყოს და მაშინ თხოვოს ნასკის გახდა. აუ მორჩა რა, ჩემთან აუ ცხოველი ხარ ჩაულებრივი რა. დაეგდე გოგო, მანჩე ბარიატრით გამხდა რომ ვითომ დადგა გოგო. დაეგდე თუ დაგაჭედე დაგაზილავ მაგდაცე. ეს უზდელია ეს. აი მართლა როგორ ელაპარაკები ამ ჩემ დაქალებს გიორა. ვის შენ დაქალებს გოგო, დაივიწყე ერთი წუთი მაცადე რა, აი თამუ იცი რა ვქნათ? ჩემი აზრით, შენს ქორწილში თეთრი კაბა არ ჩაიცვა, წითელი კაბა ჩაიცი უფრო cool. ფაიმე, რატო ვითომ? რატო და მაგრად რო გაგიფეს წიხლქვეშ და სისხლი რო გამოასხავს, თეთრ კაბაზე ლაქებად დაიტყობა და წითელ კაბას რაღაც მომენტში მოუხდება რა. აი დაირევა ლამა. ფაიმე როგორ ხო ხარ ვიცი ხა ლეკნები დაგილეწო შეუძლია გოგო. რატო უნდა მცემოს ქორწილში? რატო უნდა მცემოს მაინც და მაინც ქორწილში? რავი შესულელო ყველგან გცემს და ქორწილი რა გამონაკლისი იქნება. შენი კი არ მეშინე აი ნუ ხამ გაბრაზე გაიშენ ზაქე. აუ გაჩე აღარა მაქვს მომისმინე. ცოლად ხომ მომყვები? შენი მეჯვარე ვინ უნდა იყოს? ჩემი მეჯვარე იქნება ანცია ანთათი. მომეცი აქ ბეჭედი სად არის? რატო? წავედი სახში ეგენი მაგენ ათესავად უნდა მომიტიო კიდე. დავაი ნაკაკელა. შენსკენ მოიკითხე ბიჭო. გიო შენი ძმაკაცი იყოს ვინმე ჩემი მეჯვარე. რა. შენ ნორმალური ხარ? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.